მოგესალმებით თანამოქალაქენო. უკვე დიდი ხანია ქართული დეტექტიური სერიალების განხილვის მეორე ნაწილს გპირდებით და მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ იგი როგორც იქნა მზადაა. ამ ვიდეოსთვის კიდევ 5 ნამუშევარი ვნახე. Everything hurts and I'm dying. წინასწარ საუბრით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ეს სერიალები ოდნავ უფრო ვრცელი დროის ფანჯარას მოიცავს. რამე თუ 2006 წლის შემდეგ ჟანრის მამის კონან დოილის აჩრდილმა რატომღაც ჩვენზე გული აიცრუა და დეტექტივები იმავე ინტენსივობით აღარ გამოჩენილა ქართულ ეკრანებზე, როგორც მანამდე. შესაბამისად, სერიალების ეს სელექცია ერთმანეთისგან უფრო მეტად განსხვავებულ ნამუშევრებს მოიცავს, ვიდრე წინა. რამე თუ დროის გასვლასთან ერთად გადაღების სტილი და ხარისხიც აშკარად იცვლება. თანაც ასპარეზზე რეჟისორების ახალი თაობა გამოდის, განსხვავებული ხელწერითა და ხედვით. მაგრამ ასევე გაგაფრთხილებთ, რომ დიდი იმედები არ გქონდეთ, რადგან, თქვენიც ნახავთ. ასე და ამგვარად შეგვიძლია საქმეს შევუდგეთ. ამ სერიალის პირველ ვიდეოში არ მოხვედრა ჩემი პირადი შეცდომა, რასაც იმედია მაპატიებთ. თავის გამართლება მხოლოდ იმით შემიძლია, რომ მისი არსებობა თავიდან არც ვიცოდი. ატაგენუსი 2006 წელს გამოვიდა. მისი სიუჟეტი ახალგაზრდა ბიბლიოთეკარის ანას და ერთი ძალიან ძველი დაწყევლილი წიგნის გარშემო ვითარდება, რომლის გადაშლის შემდეგაც ადამიანები ქრებიან. ეს ორი ხაზი ერთდროულადაც და ცალ-ცალკეც მიმდინარეობს. ერთი ჩვეულებრივი თანამედროვე კინოთხრობის სტილში, ხოლო მეორე ძველი უხმო ფილმის. რატომ? კარგით, რა სხვანაირად როგორ მივხვდებით, რომ მოქმედება წინა საუკუნის დასაწყისში ხდება? ხომ არ დააწერენ წინასწარ ეკრანზე? ხო. ცალკე ამ სცენების ხასიათით ცოტა უცნაურია. ეკრანზე საკმაოდ დრამატული მოვლენები ვითარდება, მაგრამ მუსიკა და ეფექტები უფრო ჩაპლინისეული კომედიის განწყობას ქმნის, რაც უფრო ართულებს ამბების სერიოზულად აღქმას. სხვა მხრივ 6 ეპიზოდის განმავლობაში ჩვენ ანასთან ერთად წინ და უკან დავდივართ. სერიოზულად. ამბავი ამასობაში ხან ძალიან ემსგავსება ფენტეზის, ხან თითქოს ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს. მაგრამ თავარი ისაა, რომ ძიების პროცესი სასტიკად ნელა მიმდინარეობს. და იმის გათვალისწინებითაც, რომ მოქმედება ძირითადად ერთ სივრცეშია, სერიების ყურება თანდათან უფრო რთულდება, განსაკუთრებით სადღაც მე-4 ეპიზოდიდან. რამე თუ აქედან ყველა სერიის დაახლოებით 50%-მდე პირველი 3 სერიის ვიზუალური მასალის გამეორება. ეს გამართლებული იქნებოდა ამ ფლეშბეკებს შორის მაყურებელი ახალ ინფორმაციას რომ იღებდეს. ასე ძველი სცენისთვის თვალის გადავლება საშუალებას მოგცემდა რაღაც დეტალების სხვა კუთხით დაგვენახა. თუმცა ეს ასე არ ხდება. ორიოდე სიტყვა პერსონაჟებზეც ვთქვა. პირველ რიგში ანა და მისი თანამშრომლები, როგორ გითხრათ, ფაქტიურად ერთი და იგივე ადამიანია სხვადასხვა შრიფტში, რაც საინტერესო გადაწყვეტილებაა და განწყობას უხდება. თუმცა კარგი ისიცაა, რომ ინდივიდუალური თვისებები გააჩნიათ, მაგრამ ისი ატაგენუსის არც ერთი პერსონაჟი მკვეთრად გამოკვეთილი არაა. წინა პლანზე მაინც ამბავია წამოწეული და ყველა გმირი თითქოს იმისთვისაა შექმნილი, რომ მასში ცარიელი ადგილი შეავსოს. ესეც თავის მხრივ სერიალის ყურებადობაზე ნეგატიურად მოქმედებს. რამე თუ განსაკუთრებულ ინტერესს ვერც ერთის ბედის მიმართ ვერ გრძნობთ. ასევე ერთგან ერთი მსახიობი ორ როლს ასრულებს, მაგრამ ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთთან არანაირ კავშირში არაა. ერთი შავ-თეთრ სცენებში თითქმის მთავარი გმირია, ხოლო მეორე მხოლოდ ერთგან ეპიზოდურად ჩნდება ჩვენი დროის ხაზში. მოკლედ ამ გადაწყვეტილების მიზეზს ვერ მივხვდი და ესეც ბაშკირას სინდრომის მორიგ გამოვლინებად და მორიგ პასუხგაუცემელ კითხვად დარჩა. მოკლედ რომ გითხრათ, ამბავი ძალიან ბანალურად მთავრდება. რა თქმა უნდა, არანაირი დაწყევლილი წიგნი არ არსებობს. ეს მანუსკრიპტი უბრალოდ ძალიან ძვირად ღირებულია და სწორედ ამის გამო ხდება ამდენი მკვლელობა და გაუჩინარებები. მიუხედავად კვანძის ამგვარი გახსნისა, რაღაც მოვლენები მაინც აუხსნელია და შემქმნელები მათ საერთოდ აღარ უბრუნდებიან. რაც შეეხება სერიალის დადებით მხარეებს, მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შექმნილი გარემო, რომელშიც მოქმედება ხდება, მიუხედავად იმისა, რომ უცვლელობის გამო ერთფეროვნად იქცევა, ცალკე აღებული მაინც სასიამოვნო საყურებელია. ნამუშევარს აშკარად აქვს გამოკვეთილი ვიზუალური ესთეტიკა, როგორც ძველი დროის, ისე თანამედროვე სცენებში, რაც როგორც კოსტუმებზე, ისე გრიმზეც ვრცელდება. ასევე მსახიობებიც საკმაოდ კარგად მუშაობენ იმის გათვალისწინებით, რა მოცემულობაც აქვთ და თამაშის თავშეკავებული მოზომილი სტილი სიუჟეტის ხასიათში კარგად ჯდება. საბოლოოდ ვერ ვიტყვი, რომ ატაგენუსი ქართული დეტექტივების გამორჩეული წარმომადგენელია. იმდენად რომ მასზე რაიმის თქმა ცოტა არ იყოს გამიჭირდა კიდეც და ვიდეოს სცენარის ეს რამოდენიმე აბზაცი უამრავჯერ გადავაკეთე. თუმცა რადგან არც ისე რაიმე დიდი შენიშვნა გამაჩნია, 10-დან 4.5 დაუწერდი. 2007 წელს გამოსული ეს ნამუშევარი 17 სერიას მოიცავს. იგი აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული, რაც სხვათა შორის ძალიან ეტყობა. ზოგადად ამ ავტორის ნაწარმოებები ძალიან სპეციფიური სტილით გამოირჩევა. რაც მართალია ლიტერატურული ქმნილებისთვის საინტერესო და კარგია, მაგრამ ასეთი კომპლექსური და სიტყვა უხვის სამყაროს ეკრანზე გადმოტანას ართულებს. ამ შემთხვევაში სერიალი უფრო მხატვრულ ჩანახატს ემსგავსება, ვიდრე კინო ამბავს. ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ აგიხსნათ, ორი ძველი მეგობარი ერთმანეთს საერთო სასიყვარულო ინტერესის გამო უპირისპირდება. ერთი ცხოვრებისეულად არეული მწერალია, თვით
დესტრუქციული მიდრეკილებებით. მეორე კი მცირე გაბარიტების განგსტერი, რომელსაც ასევე არანაირი მორალური კომპასი არ გააჩნია. ერთ დღეს მწერალი უჩინარდება და რადგან განგსტერი პირველი და ყველაზე აშკარა ეჭვმიტანილია, მასაც მიმალვა უწევს. 17 სერიის განმავლობაში ეს ორი ზრდასრული ადამიანი დამალობანას თამაშობს ერთმანეთის პოვნის შიშით. სანამ მათ შორის განვითარებული მოვლენები ერთმანეთში იხლართებიან და თითქოს დისტანციურად აკავშირებენ ორ გმირს ერთმანეთთან. რაც თავის მხრივ როგორც თხრობის ხაზი საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო საყურებელია, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ უკვე ვიცით, რომ რეალურად არც ერთ მათგანს მეორისადმი შურისძიების სურვილი არ გააჩნია. ძირითადად ხანდახან ავარდებიან ხოლმე ისიც ცოტა ხნით. ეს დაძაბულობას და ინტერესს გარკვეულწილად ანელებს. განსაკუთრებით სერიალის ბოლოსკენ მწერალმა და განგსტერმაც იციან, რომ მათ შორის ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ერთმანეთს მაინც ემალებიან. ვერ ვიტყვი, რომ ქაღალდის ტყუიაში მოქმედება ყოველთვის ნელა მიმდინარეობს. ამ თავარი ამბის მიღმა სიტუაცია საკმაოდ ჩახლართულია. მარტივად რომ ვთქვათ, არის მომენტები, როცა ყოველ წუთას ვიღაცას დასდევს. თუმცა მთლიან სურათს რომ შევხედოთ, იმდენად ბევრი რამ ხდება ამ მხრივ, რომ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება და დამახსოვრება ადვილი არაა. ზოგადად აკამურჩილაძეს ახასიათებს ამგვარი ჩახლართული ამბების თხრობა. ამიტომაც ქაღალდის ტყუას ამ მხრივ ვერ დავიწუნებთ. მაგრამ მთავარი გმირების ზემოხსენებული მდგომარეობა, განსაკუთრებით წერილის შემთხვევაში, ეკრანზე მთელი ორ მტრიალისგან მოწყვეტილად ჩანს და ამ ფონზე მისთვის თვალის დევნება დამღლელიც კი ხდება გარკვეულ მომენტებში. სამსახიობო შესრულების მხრივ განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი. სასტიკი ოვერაქტინგის შემთხვევები არ გვაქვს, მაგრამ მეჩვენება, რომ ზოგადად ყველანი ერთი და იმავე ემოციას უტრიალებენ. თითქოს კოლექტიურად ჩაიქნიეს ხელი ცხოვრებაზე და ნიჰილიზმსა და მელანქოლიას მიეცნენ. რადგან ზოგადი მიმოხილვა უკან მოვიტოვეთ, დროა ყურადღება კონკრეტულ დეტალებზე გავამახვილოთ. პირველ რიგში მთავარი პერსონაჟი ვახო იმ პროტაგონისტების რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც მაყურებელში ნეგატიურ ემოციებს იწვევენ. რაც განსაკუთრებული მოვლენა არაა. უბრალოდ მისი ყურება წააგავს აღმართზე დაგორებული ურიკის სქერას, რომელიც გზად ყველაფერს ეჯახება და ამტრევს. მიუხედავად იმისა, რომ თვალის მისადევნებლად ცუდია, ზერის მოწყვეტა მაინც გვიჭირს. ვახოს აქვს მომენტები, სადაც მის მიმართ ემპათიას გვგრძნობთ, მაგრამ უმეტესად მისი ქცევა გვაღიზიანებს. იმისთვის, რომ გმირის ამბის თხრობას აზრი მიეცეს, მთავარმა პერსონაჟმა განვითარების რაღაც გზა უნდა გაიაროს. მოხდეს ცვლილება უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. ეს ორივე გმირის შემთხვევაში ჩანს, როგორც ვიკასი, ისე ვახოსი. თუმცა სიმართლე გითხრათ, დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რამ მხრივ განვითარდნენ. ფინალთან დაკავშირებითაც მინდა ერთი რამ გამოვყო. მეგობრების კონფლიქტის რეზოლუციაში მთავარ როლს აჰმედ კაია, ბიჭების ბავშვობის ძმაკაცი და სერიალში დოქტორი კლანჭასნაირი მისტიური ფიგურა თამაშობს. და აი სწორედ ამ მომენტში, როცა ყველანი მაგიდასთან შეიკრიბნენ და მერე უცებო დაიშალნენ, ისეთივე განცდა გამიჩნდა როგორც სამსახურეობრივ შეხვედრაზე, რომელზე განხილული თემას თავისუფლად შეიძლებოდა ყველასთვის მეილზე მიწერით მოგვარებულიყო. ოფისში საათობით ტყუილად ჯდომის მაგივრად. ძალიან დამენანა ყველა ის გაფუჭებული საქმე და დაკარგული სიცოცხლე, რომელიც ამ გზაზე ვნახე. და რაღაც დონეზე მგონია, რომ ესეც იყო როგორც წიგნის, ისე სერიალის მიზანი. თუმცა სიმართლე გითხრათ, წიგნი არ წამიკითხავს და ზუსტად ვერ გეტყვით რა დამთხოვები და განსხვავებებია ლიტერატურულ და ეკრანულ პერსონაჟებს შორის. ზოგადად ამ ნამუშევარმა ბევრ რამეზე დამაფიქრა და ბევრი კითხვაც დამიტოვა. ზოგი უფრო ფილოსოფიური ხასიათის, ზოგიც უბრალოდ იმიტომ, რომ რაღაცეები ჩემი მოკლე ჭკუით ვერ გავიგე. თუმცა ასეთ მომენტებში ქაღალდის ტყუაში გამოჩენილი პოპკულტურის უამრავი რეფერენცი არ შედის. პირიქით, ისინი ასე თუ ისე ამარტივებენ კიდეც სიტუაციის აღქმას. ის ფაქტი, რომ ამ ამბავში პერსონაჟების უმეტესობა უფრო მეტად უარყოფით თვისებებს ატარებს და მათი დადებითი მხარეები მხოლოდ აქა თუ იქ გაიელვებენ, განხილვისთვის საკმაოდ დიდ არეალს ტოვებს და შემდეგს გვიყვება. ადამიანებს ყოველთვის აქვთ უკან მოხედვისა და რაღაცის შეცვლის შანსი. რა თქმა უნდა, ეს ყველა დანაშაულს ავტომატურად არ გააქრობს. პირიქით, განზრახ თუ უნებლიეთ ჩადენილი შეცდომები მარად თან მოყვება და მათ ვერ მოვიშორებთ, მაგრამ თუ კი გვერდით რაიმე კარგ ქმედებას მიუსვამთ, ტვირთი ასე ოდნავ უფრო ადვილი სატარებელი იქნება. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში სერიალის დამთავრებისას განცდილი შვება მე ასე ავხსენი. საბოლოოდ ისევ დასაწყისს დაუბრუნდები. კერძოდ ქუდს, რომელიც გონი სერიალის ხასიათიდან ძალიან ამოვარდნილია და უფრო სიტკომის განწყობა მოაქვს. ანუ ამის ყურებისას ნამდვილად არ მიჩნდება იმის მოლოდინი, რომ მომავალი 1 საათის განმავლობაში სისხლიან გარჩევებსა და სულიერ ჭმუნვას უნდა დავაკვირდე. ყველაფერს გათვალისწინებით ქაღალდის ტყუა ჩემგან 10-დან 6 იღებს. მგონი ხატრული სიღრმე რომ გვერდზე გადავდოთ, ფორმატითა და გადაღების სტილით ეს სერიალი ქართული დეტექტიური შოუების ქრონოლოგიურ წყობაში ერთგვარი გარდატეხის წერტილია. სხვათა შემდეგ მისი ყურებისას პირველ რიგში თვალში აუცილებლად მოგხვდებათ გადაღების ხარისხი, რამე თუ წინა ვიდეოს მაცქერალნი შედარებით დაბალ ბიუჯეტიან პროექტებს ვიყავით მიჩვეული. მიუხედავად იმისა, რომ დეტექტივის მონტაჟის სტილი და გრაფიკული ეფექტები ძირითადად სასიამოვნო საყურებელია, მომენტებში მგონია, რომ ამ შესაძლებლობებს თითქოს ზედმეტადაც იყენებენ და სცენები სადღაც ამას ემსგავსება.
ზოგადად დეტექტივები დანარჩენი ნამუშევრებისგან იმითაც განსხვავდება, რომ სტრუქტურულად და კონცეფციით აშკარად ძალიან წააგავს ამერიკულ სატელევიზიო დეტექტივებს, რომელთა ერთი ეპიზოდი მაინც ყველას გვაქვს ნანახი და რომლებზეც ასევე ვფიქრობ ვიდეო ესეს გაკეთებას. რას გულისხმობ ამ მსგავსებაში? პირველ რიგში მთავარი პერსონაჟების ჯგუფს. თუ კი სხვა შემთხვევებში ერთი ან ორი პროტაგონისტი ყავდა, აქ როგორც ძვლებში ან კრიმინალურ აზროვნებაში წინა პლანზე რამოდენიმე კაცისგან შემდგარი გუნდი დგას. თითო წევრს თითო სერიაში გარკვეული დრო ეთმობა და თითოეული მათგანი კონკრეტული ხასიათის სახეს წარმოადგენს. ეს არქეტიპები თავის მხრივ თითქოს დაუწერელ კანონად არსებული სქემის ნაწილია, რომელსაც ზემოხსენებული შოუები თითქმის აბსოლუტური სიზუსტით მიყვებიან. აქ ყავს მკაცრი და შეუვალი ლიდერი, ქალების მაგნიტი, კარიერაზე კონცენტრირებული გულცივი გოგონა წარსულის ტრამვებით, ახალ ბედა, რომელიც მუდამ შეცდომებს უშვებს და ჭკვიანი, მშვიდი და ლამაზი ქალი. ასევე რა თქმა უნდა იმისთვის, რომ გარემო მარაცევდიანი, დაძაბული და ნეგატიური არ იყოს, სქვადის ოინბაზიც. სხვათა შორის სწორედ იმის გამო, რომ ეს პერსონაჟები დანარჩენებისგან გამოკვეთილად ქაოტურები არიან, მათ ფონზე თითქოს ყოველთვის სხვანაირად ბრწყინავენ და რადგან თავიანთი მხიარულებით დანაშაულებების სიმძიმით გამოწვეულ დაძაბულობას გვიხსნიან, ძალიან მარტივად ახერხებენ მაყურებლის საყვარელ გმირებად იქცნენ. ჩემ და სასერცხლოდ ეს მხოლოდ სცენარის წერისას გავიაზრე. მიუხედავად დეტექტიური სერიალების ცქერის მრავალწლიანი სტაჟისა და შესაბამისად ამ შოუს ყურებისას ამ ფსიქოლოგიური ხრიკის მსხვერპლიც გავხდი. ერთი სიტყვით აკაკი ამ გუნდის უპირობო გოუთია. ისეც არქეტიპები ცალკე რომ გადავდოთ, მისი ხასიათი სერიების განმავლობაში ყველაზე მრავალმხრივ იშლება. გარდა ოფისის პრანკსტერობისა, ჩვენ მის ზრუნვალ სენტიმენტალურ მხარეზეც ხშირად გვიმახვილებენ ყურადღებას ლევან თაბაგართან ურთიერთობის სცენებში. და ცალკე ამორის ურთიერთდამოკიდებულება ჩემი აზრით მთელი სერიალის ყველაზე ძვირფასი ნაწილია. გარდა მთავარი კასტის სახეებისა არ უნდა დავივიწყოთ სხვა შედარებით მეორეხარისხოვანი, მაგრამ ასევე კლასიკური სახეები. სულელი პოლიციელი, მანიაკალური მიდრეკილებების ექიმი, ჰიპერ ულტრა ჭკვიანი პროგრამისტი და ასე შემდეგ. შესაბამისად, რამე თუ დეტექტივების გმირები გარკვეულ გაიდლაინებში ჯდებიან, მათი ხასიათის სიღრმე და მრავალფეროვნება სწორედ ამ საზღვრებშია მოქცეული. რასაკვირველია, პერსონაჟების პიროვნული თვისებების მეტად განვითარებაზე ზრუნვა აკრძალული არაა, მაგრამ შემქმნელებმა ეს აშკარად უპირველეს პრიორიტეტად არ დაისახეს. სერიალის ბოლო პარალელი ოკეანის მიღმა თანამოძმეებთან მის ზოგად ტონს უკავშირდება. თავისი არსით იგი საპოლიციო ძალებისადმი დადებითი ასოციებისა და ნდობის მოპოვებაზეა გათვლილი, რაც უამრავ მომენტში ძალიან აშკარად იგრძნობა, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, რაც გარკვეულ სცენებსა და ლაინებს ხელოვნურობის მწარე გემოს აძლევს. ანუ კრინჯისგან დაცული აქაც არა ვართ. ამგვარი პროპაგანდა კრიმინალურ სერიალებში მხოლოდ ჩვენი ეროვნული ფენომენი არაა და დეტექტივები აქაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან ჟანრის დაუწერელ კანონებს. რაც შეეხება სიუჟეტს, იგი გასახსნელ საქმეებადაა დაყოფილი და თითო საქმე ორ სერიას იკავებს. შესაბამისად, აღსაქმელად ძალიან ადვილია და გონების დიდად დაძაბვას არ მოითხოვს. ეგ კი არა, რამოდენიმე ეპიზოდში მომეჩვენა, რომ საიდუმლოს ამოხსნა ერთ სერიაში ჩაეტეოდა, მაგრამ ეგ არაფერი. პირველ სეზონს შედარებით ადვილი საქმეებით ვიწყებთ და შემდგომში სიტუაცია სადღაც საშუალო სირთულეს არ ცდება. ისე კი, სადღაც პირველი სეზონის ბოლოდან გუნდი ჩვეული დამნაშავეების დევნას კი არ განაგრძობს, არამედ უკვე სახელმწიფო დონის საფრთხეების განეიტრალებაზე ზრუნავს. აქედან გვემატება უშიშროების ახლანდელი და Backstreet Boys ყოფილი წევრი, რომელიც ყველა საქმეში ჩართვას ითხოვს და მთავარი კასტის ნაწილი ხდება თავის გარემოცვასთან ერთად. ხშირ შემთხვევაში ეს კაცი დეტექტივებზე რამოდენიმე ნაბიჯით წინაა და სანამ ისინი კონკრეტული მკვლელობის გახსნას ცდილობენ, მას უკვე კარგახანია ეჭვმიტანილი. რომელიც თურმე კარგახანია კრიმინალური სამყაროს აქტიური წევრი, ოღონდ ამაზე პოლიციას წარმოდგენა არ აქვს. თვალთვალზე ხავს აყვანილი, რაც ცოტა მომაბეზრებელიც ხდება, მაგრამ სხვა მხრივ ამ პერსონაჟთან პრეტენზიები არ გამაჩნია. თუმცა ერთი წამით თქვენც იმას ხედავთ, რასაც მე. ანუ რა გამოდის, მინა გორდეზიანი ცოცხალია? ჯანდაბა ეს ხომ ყველაფერს თვლის. ანუ რა, ჰასან ვერსის მთლიანი თეორია მცდარია? ფუ შენი. მოკლედ შემქმნელების სიუჟეტის აწყობისასაც უკვე დადგენილ მოხაზულობებს მიჰყვებიან. გარდა ორი ეპიზოდისა, რომელიც დასაწყისიდანვე იმდენად ამოვარდნილი იყო ჩემთვის უკვე ჩვეული განწყობიდან, რომ ეკრანზე ნანახმას ისასტიკემ მაიძულა. სერიალი რამოდენიმეჯერ დამეპაუზებინა და ცოტა ხნით სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება. ანუ კი, გრიმის გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა, მაგრამ რატომ? თან იმის გათვალისწინებით, რომ დეტექტივები ზოგჯერ დილითაც გადიოდა ეთერში. საინტერესოა, რამდენმა ბავშვმა ჩართო ტელევიზორი სკოლაში წასვლამდე და ცხოვრების ბოლომდე ტრავმირებული დარჩა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ძალადობრივი სცენები სხვა არც ერთ სერიალში არ მინახავს. პირველი 10 წუთიც არაა გასული, როცა ერთი ტიპს ღვიძლს აცლიან და მის გადმოყრილ ნაწლავებს 4 კაში უყურებთ. ერთი ქალი კინაღამ ადამიანის თით შეჭამს და ერთი ქალის თავდაღმა დაკიდებული საშინლად დასახიჩრებული გვამიდან სისხლი მოწანწკარებს. დეტექტიური სერიალიდან ჟანრი წამებში გადადის ჰორორ მისტიკაში და აქ მთელი ორი სერია ასე გრძელდება ფინალის ჩათვლით. What the hell is even that? თუმცა არის ერთი სცენა, რომელიც განწყობას აბსოლუტურად ცვლის და რომელიც ზოგადად მთელ სერიალში ჩემი აზრით ყველაზე მაგარი მომენტია. ქალიშვილი არის საქმე. ქალიშვილი არის მეთქი აქ. ვინმე? Why are you laughing for? What, Chris, why are you laughing for? Why are you laughing for? I'm being serious. I'm being serious. თუ ამ ოფისში ქალიშვილი იმყოფება, ორი ნაბიჯი წინ.
nice. უნდა გავრისკოთ. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ღმერთო მიშველე. ზოგადად დეტექტივებში საკმაოდ მრავლადაა ასეთი ზედმეტად დრამატული სცენები, რომლებიც მგონი სულაც არ იყო საჭირო, მაგრამ გავერთე მაინც. ცალკე გამოყოფდი იმ ფაქტს, რომ სერიალის სცენარი, სერიის სათაურები და პერსონაჟებიც უხვად არიან როგორც ლიტერატურული, ისე პოპკულტურისეული რეფერენსებით დახუნძლულნი. ოტელო და იაგო, როზმარის პირმშო, თამაში ჭვავის ყანაში და ასე შემდეგ. ეგ კი არა რეფერენსები რეალობიდანაცაა. მაგალითად ამ სცენარში, სადაც დიმიტრი ტატიშვილი ფილმების გახმოვანებაზე ოცნებობს. მაგრამ ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამბები ქვეყანაში გახმაურებულ დანაშაულებებს ეფუძნება და თითოეულ დამნაშავეს რეალური პროტოტიპი ხავს. ასე განსაჯეთ, პირველი სეზონის პირველი საქმე თლად ვენერა ობოლაშვილის ისტორიას მიყვება. ოღონდ ყველა შემთხვევაში სახელები და კონკრეტული დეტალები შეცვლილია, მაგრამ ვერ ხვდები ამ ცვლილებების აზრს ზოგიერთ ეპიზოდში, რომელთა ბოლოშიც ნამდვილ ამბავს მთლიანად გვაცნობენ. საბოლოოდ ამდენი ბალამუტის შემდეგ გადაღების ხარისხის ხათრითა და შინაარსობრივი წუნების გათვალისწინებით დეტექტივებს 10-დან მყარი 7-ით შევაფასებ. ვერც კი წარმოიდგენთ რა ადვილი საყურებელი იყო ეს სერიალი. არა, რას ამბობთ, იმიტომ კი არა, რომ სულ 4 სერია და ყველა სხვა მინიმუმ 6 იყო. Anyway, სერიების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია შინაარსი. ხოდა წარმოიდგინეთ რა რეაქცია მექნებოდა, როცა ყურების დაწყებიდან 5 წუთში მივხვდი, რომ ხელთ 12 განრისხებული მამაკაცის პირდაპირ გადმოქართულებული ვერსია შემრჩა. და არა მხოლოდ ამ მხრივ გადმოკეთებული, არამედ გამარტივებულიც. ნაწარმოებისა და ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ თავად მსაჯულების წარსული და ნაკლოვანებებია, რომლებიც მათ შეხედულებებსა და საქმისადმი მიდგომაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. მათი პიროვნების სიღრმეები მაყურებლის თვალწინ ეტაპობრივად იხსნება და ამ ბავშვი მომხდარ თითოეულ მოვლენასა და ქმედებას თავის შესაფერის ადგილზე აყენებს. ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ მოცემულობის ქართულ რეალობაში გადათამაშება გვენახა და შემქმნელებს თავიანთი შემოქმედებითი ხედვისათვის უფრო დიდი გაქანება მიეცათ. მაგრამ სამწუხაროდ პირიქით უკვე არსებული შეამცირეს და შესაბამისად საჯულების უმეტესობა უბრალოდ ძირითადი 3-4 აქტიური გმირის ნათქვამზე რეაგირების მეც არაფერს აკეთებს. ხოლო ეს უკანასკნელი მხოლოდ წინასწარ მიკერებული არქეტიპული იარლიყებივით, ბრტყელი წინადადებებით საუბრობენ. და რა თქმა უნდა, მხოლოდ სიტყვითა და ფლეშბეკებით გვიყვებიან მათ წარსულზე, რომელიც თითქოს მათგან აბსოლუტურად მოწყვეტილია. რამე თუ 1-2 არგუმენტის დამტკიცების გარდა არანაირი სხვა ღირებულება არ გააჩნია. და მგონი არც მსახიობებს ადარდებთ ეს დიდად. ეს გონია იმან გამოიწვია, რომ ორიგინალი ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი ბირთვის სწორედ ის საქმე და მისი სიმძიმეა, რომელზეც პერსონაჟებმა განაჩენი უნდა გამოიტანონ. ხოლო რადგან ნაფის მსაჯულში სულ სხვა დანაშაულზეა საუბარი, ყველაფერი რაც 12 განრისხებულ მამაკაცში სიტუაციით განპირობებულია და ერთმანეთს ლოგიკურად ებმება, აქ პირდაპირ ამოგდებულია და ცარიელ ადგილად რჩება. კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის საკმაოდ გამოიკვეთა, აი ეს პერსონაჟია, რომლის ქცევა და დამოკიდებულება ძალიან ხელოვნურად მომეჩვენა. იგი ყველაზე სტერეოტიპული გამაღიზიანებელი ქუჩის ბიჭია და ასეთი დაძაბული ფსიქოლოგიური დრამის კონტექსტში ნამდვილად ზედმეტია. ისევე როგორც ეს ბიზნესმენი, რომლის პირველი სცენა და ლაინიც ესაა. ყველა ჩინურები შემოაქვს. მარტო მე შემომაქვს იტალიური. რის გამოც ამ ყველაფრის სერიოზულად აღქმა რთული ხდება. ამავე დროს დანარჩენი გმირები მსაჯულთა გუნდის მიღმა სიტუაციას მშვენივრად ერგებიან და მსახიობებიც კარგად მუშაობენ. იმდენად რომ ეს ტრაგიკული ამბავი ცალკე სპინოფიც რომ ყოფილიყო მსაჯულთა სცენების გარეშე. საინტერესო საყურებელი იქნებოდა. ერთი სიტყვით შემქმნელების მიერ მოგონილი ამბავი კარგადაა შეკრული. და არც პროკურორის ბექსტორია ცუდი, უბრალოდ ამდენ ქაოსში სადღაც შუაში გვავიწყდება კიდეც, რომ ისე ფაბულას სასიამოვნოდ ერტყმის გარშემო. რაც შეეხება მოქმედების ტემპს, თავიდან იგი საკმაოდ ნელა მიედინება, მაგრამ არა აუტანლად. პირიქით დროის გასვლასთან ერთად ფაქტები ერთმანეთს უფრო და უფრო სწრაფად ეწყობა და ბოლო სერიაში საერთოდ ისეთი განცდა ჩდება. თითქოს მსაჯულების მსგავსად ჩვენს საიტნოტში ვართ და განაჩენის დამოუკიდებლად გამოსატანად რამოდენიმე წუთში 1000 სხვადასხვა დეტალი უნდა გადავხარშოთ. რითმით ეკრანზე მაყურებლისათვის შემჩნევლად თამაში მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის საკმაოდ რთული რამაა და როგორც დიდ ძალისხმევას, ასევე ოსტატობის შედარებით მაღალ დონესაც მოითხოვს. ამიტომაც ჩემი საბოლოო შეფასება ნაფიცი მსაჯულისთვის 10-დან 6.5 იქნება. ღვინის გზის განხილვამდე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ, რადგან დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ სერიალის ამ ჟანრთან გაიგივებისას მაინც და მაინც სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ამაზე თქვენი აზრი მაინტერესებს. პირველ რიგში შეიძლება თუ არა სერიალი ქართულად ჩაითვალოს თუ რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდიუსერების ჯგუფი, ოპერატორებიც კი ლიეტუველები არიან, მაგრამ პროექტი საქართველოსა და ლიეტუვის ერთობლივ ნამუშევრად ითვლება. მოქმედების ნახევარი საქართველოში ხდება და კასტის ნახევარიც ქართველია. და მეორე კითხვა, შეიძლება თუ არა ღვინის გზა მოიხსენიოთ დეტექტივად თუ მასში არის კრიმინალისა და გამოძიების სტორილაინები, მაგრამ ხასიათით მომენტებში იგი ძალიან უახლოვდება მელოდრამას. არ მოგერიდოთ, პასუხები კომენტარებში დატოვეთ. პირველ რიგში თუ კი სერიალის ყურებას გადაწყვეტ, წარმატებებს გისურვებთ, ნამდვილად დაგჭირდებათ. როგორც დანარჩენი ნამუშევრების დიდი ნაწილი ესეც დევს YouTube-ზე. ოღონდ მხოლოდ ერთ არხზე და სერიები არც მიყოლებითაა განლაგებული და არც დანომრილი. თუმცა რადგან ასეთი კეთილი ვარ და რადგან მაინც უკვე თავიდან ბოლომდე ვნახე, შეგიძლიათ ჩემი გაკეთებული გაიდი დასკრინო და ამის მიხედვით ჩაუჯდეთ, რასაც გირჩევთ და გეტყვით რატომაც. სიუჟეტი ლიეტუველი რესტავრატორის დაივას თავგადასავალს მიჰყვება, რომელიც გავლენიანი ოლიგარქის რენატ რაზუევასის
მოულოდნელი მკვლელობის მოწმე ხდება და გადარჩენისთვის უწევს ქვეყანა დატოვოს და საქართველოს შეაფაროს თავი. ღვინის გზის მთავარი ამბავი ესაა, მაგრამ ამავდროულად მის გარშემო უამრავი სხვადასხვა რამ ხდება და დასაწყისში ამდენი რამის ერთმანეთთან დაკავშირება და თვალის მიდევნება საკმაოდ რთულია. ახლაც მგონია, რომ რამდენიმე პერსონაჟისა და მოვლენის ამოკლებით ბევრს არაფერს დავკარგავდით. მით უმეტეს სერიალის დასასრულს ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი გაუხსნელი დარჩა. არადა ამას ერთი კონკრეტული პერსონაჟის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა. თან ძალიან მეუცნაურა ის ფაქტი, რომ ოჯახის ძვირფასი წევრის მკვლელობაში სიძის ეჭვმიტანილობა ყველამ და მით უმეტეს ცოლმა ასე მარტივად გაამართლა. ნუ გარდა ნიკასი. ამ შემთხვევაში მისი დამოკიდებულება ყველაზე ადეკვატური იყო. ისე არც იმას გამოურიცხავ, რომ ბებიის სიკვდილი სპეციალურად დატოვეს გაუხსნელად, რათა თუ კი სერიალის გაგრძელების საშუალება იქნებოდა საწყის წერტილად ეს ამბავი გამოეყენებინათ. მიუხედავად ამისა, ღვინის გზა მაინც სასიამოვნო საყურებელია, იმიტომ რომ პერსონაჟები ასე თუ ისე კარგად არიან დამუშავებულნი და მათი თანდათან უფრო მეტად უინტერესდებით. მაგალითად, დარიუსი დაივას ძმა, თავისი საეკრანო დროის განმავლობაში მისი სიმამაცე, შეუპოვრობა და მომენტებში ცინიკურობაც კი შეუძლებელს ხდის მაყურებელი დარიუსის მიმართ გულგრილი დარჩეს და არ უგულშემატკივროს. სამწუხაროდ მისი ცხოვრების გზა უდროოდ წყდება, რაც არ გამკვირვებია, რომ ფაქტიურად საკუთარი თავი მოძრავ სამიზნედ აქცია და რაზუევასთან დაჭერობანას თამაში მოინდომა. დარიუსის დაღუპვა ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო მთელ სერიალში. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ვისი დახმარების იმედის ჰქონდა, ყველა მუღალატა, მათ შორის საკუთარმა მენტორმაც. ამიტომაც მართალია, როგორც რეჟისორს შემქმნელების ეს გადაწყვეტილება სწორად მიმაჩნია, მაგრამ როგორც მაყურებელი მაინც ვფიქრობ, რომ დარიუსი უკეთესს იმსახურებდა. თავად რაზუევასი მგონი ღვინის გზის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მისი ფსიქოპატურ სოციოპათური პიროვნება რენაც იდეალურ ვილენად აქცევს, რომლისთვისაც უპირველესი საკუთარი მიზნებია და მათ მიღმა სხვების ბედისადმი არანაირ წუხილს არ განიცდის. მისი დაუსჯელოდ ბოგინი ისეთ დონეზე გრძელდება, რომ ზეციდან მისი საბოლოო ჩამოვარდნის პროცესი ორმაგად სასიამოვნო საყურებელია. ისე ეს უკანასკნელი რაღაცით აგათა კრისტის ნოველას მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში მაგონებს. მასში და აქაც დამნაშავეს თითოეული ადამიანი, რომელიც გაუმწარებია, დანით თითო ჭრილობას აყენებს. ამ სერიალშიც ვილენის განადგურებას სათავეში მის მიერ მოკლული კაცის ცოლი უდგას და ყველა სხვა მსხვერპლიც ამ პროცესში თავის როლს თამაშობს. წარმოიდგინეთ, აც გარდაცვლილი დარიუსიც კი, რამაც მის ბედზე ერთგვარი შვება მომგვარა. საბოლოოდ რაზუევასის უკანასკნელი სცენაც თავისებურად ემოციური გამოვიდა, ასე რომ ეს ხაზი კარგად შეიკრა ბებიისგან განსხვავებით. ამავე დროს ზოგი მოვლენა ღვინის გზაში იმდენად სწრაფად ხდება, რომ პერსონაჟებთან საერთო ენის გამონახვას ვერ ვასწრებთ. რატომ თან ხდება ლიკა ასე სწრაფად ცოლობაზე გურამს? რატომ იცვლის გურამის და ლიკასადმი დამოკიდებულებას უცებთ? საერთოდ მთავარი პერსონაჟების დაივასა და ნიკას ურთიერთობაც სინათლის სიჩქარით ვითარდება. გონი ამის მიზეზი სწორედ ის მელოდრამული განწყობაა, რომელიც ზემოთ ვახსენე. შემქმნელები ამ ჟანრის აუდიტორიაზე მორგებას ცდილობენ, რაც ნამუშევრის მხატვრულ ღირებულებას ცოტათი აგდებს. არადა ამ მხრივ ამბავს საინტერესო პოტენციალი ჰქონდა. კიდევ ერთი რამ, რაც მე პირადად არ მომეწონა, კომედიური ეფექტის გამოსაწვევად შექმნილი უხერხული სცენებია და სანამ ამ თემაზე ვართ, მთლიანად ეს პერსონაჟიც სწორედ იმის განსახიერება არაზეც ვსაუბრობ. თუმცა საბოლოოდ ღვინის გზამ მაინც უფრო დადებითი ემოცია დამტოვა, ვიდრე უარყოფითი. სწორედ ამ პერსონაჟების გამო, რომელთაც მაყურებლის სიმპათიის მოპოვება ნამდვილად ეხერხებათ. და ზოგადად სერიალს ძალიან იმედიანი და ნათელი განწყობა ახასიათებს, რაც ქართულ დეტექტივებში იშვიათია. ამჯერად ღვინის გზაზე სულ ესაა. მას 10-დან 8 შევაფასებდი. მოკლედ დღეისათვის საკმარისია. თუმცა საგა ჯერ მაინც არ დასრულებულა. ჩვენ კიდევ უნდა ვისაუბროთ სულ თანამედროვე ქართულ დეტექტივებზე. ოღონდ მოგვიანებით. მანამდე აუცილებელია ცოტა ხნით განვიტვირთოთ, ამიტომაც შემდეგ კვირას შეგიძლიათ შუა ქალაქის კიდევ ერთ ედიტს ელოდოთ. ისე კი სანამ დავიშლებით, მოდით ორივე სიტყვით მაინც შევაჯამოთ ჟანრის მდგომარეობა 2006-2013 წლებში. პირველ რიგში ჩანს თუ არა პროგრესი წინა ნამუშევრებთან შედარებით. გააჩნია რა კუთხით შეხედავთ. სერიალების ბიუჯეტი აშკარად მომატებულია და შესაბამისად უფრო ხარისხიანად შესრულებული. შემქმნელებსაც უფრო მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე მათ წინამორბედებს. რამე თუ მათი შესაძლებლობების ფარგლები უფრო ფართოა. მონტაჟი, გრაფიკული ეფექტებიც ძირითადად ხარისხიანადაა გამოყენებული, მაგრამ დრამატურგიული მხრით თითქოს განსაკუთრებულ ცვლილებებს ძველ სერიალებთან შედარებით ვერ ვხედავთ. ერთადერთი განსხვავება ეს რამოდენიმე მცდელობა ამბის წყობის მაგალითები ამერიკული სერიალებისგან აიღოთ, რასაც როგორც უკვე აღვნიშნე, დადებითი შედეგებიც ჰქონდა და უარყოფითიც. ახლა ის დროა დაგემშვიდობოთ. თუ ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ. არხი გამოიწერეთ რამე თუ ეს აქ ჩემი ბოლო გაელვება არაა და ხო, კარგად იყავით.